მე თავიდან როდესაც ვთქვი რომ ეს აუცილებელია თან ისიც ვთქვი რომ რაც მე გამოვცადე იმაზე ვლაპარაკობ აი ჩემთვის ეს არის აუცილებელი და ეს ისეთი რამეა რომ თუ ადამიანი თვითონ არ შეეხო და ჩვენ ხო ყველას გვაქვს ინდის დავაკვირდეთ ჩვენს თავს დავაკვირდეთ და ძალიან ბევრ რამეს აღმოვაჩენთ ესე ისიც ვცადოთ აბა ცოდვის დროს როგორ ვართ ისიც ვცადოთ ესე იგი ღვთისმცნების შესრულების დროს როგორ ვართ მოდი აი მივყვეთ რადგან ეს შეკითხვა დაისვა ცხანეტარება ყველას გაგვიგონია მათ ხო არის ან თუ არ გაგვიგონია მოდი ახლა ვთქვათ მათეს სახარების მეხუთე თავში ეს არის ქადაგება მთაზე ასე ეწოდება მეხუთე მეექვსე მეშვიდე თავებში ეს ზნეობრივი შეგონებებია მათ ხო არის ამბობს და პირველი სწორედ ეს არის ნეტარებებით იწყებს ნეტარება რა არის ბედნიერება ან ესე რომ თარგმნოთ ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა რამე თუ მათი არ სასופველიცათ ანუ ნეტარია თამდაბალი ადამიანი ანუ ბედნიერია თამდაბალი ადამიანი წუთი სოფლის გაგება სხვაგვარია ბედნიერია ამაყი უნდა იყო ეს მე თამდაბალ ადამიანს თითქოს აი დაჩაგრულად მიიჩნევს სინამდვილე ის თამდაბალი თვითონ არის ყველაზე ძლიერია თამდაბალი იმიტომ რომ თამდაბალი ნიშნავს რომ აცნობიერებს რომ ღვთის გარეშე შეუძლებელია რამე იყოს აი მათ ხო არის ამბობს ვაზის ნასკლავსო თავისით ნაყოფის გამოღება არ შეუძლია. ეხლა დავშეთ ჩვენ თქვათ რომ ღვთის გარეშე შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ. ეგ ნიშნავს რომ ვაზიდან ის ტოტი მოძროს, აი არჩევანი ქონდეს, მოძროს და წამოვიდეს და დადგეს და თქვას რომ მე ჩემით გამოვიღებ ნაყოფს. რა თქმა უნდა, ხელა ვაზზე რო იყო დამყნობილი და რა მოხდება? ცოტა ხანში გამოშრება ეს. საიდანაც ძალას იღებდა, ვეღარ მიიღებს. და მოკვდება. ადამიანი სულიერად მოკვდება ღვთის გარეშე და ადამიანი რო აცნობიერებს რომ ყველა ის სიკეთე რაც ჩემი ხელით კეთდება სინამდვილეში ღვთისგან არის ასეთ ადამიანს მადლიერება აქვს ღვთისა და თვითონ დაცულია ამ პარტავნებისგან და ასეთზე ამბობს ეს არის ბედნიერი შემდეგ ამბობს ნეტარიყვნენ გლოვარენი გულითან რამე თუ იგენი ნუგეშინის წამოლიქნა ანუ ვინც ნანობს თავის წოდას ეს ნეტარია ბედნიერია შემდეგ ამბობს ნეტარიყვნენ შვიდნი რამე თუ მათ დაიმკვიდრო ქვეყანა ანუ შვიდი ადამიანი ეს კი არ არის ვინც ჩუმად არის აი რომ ჩვენ ხო ამბობთ შვიდად იჯექია შვიდად ყოფნა ჩუმად ყოფნა სულაც არ ნიშნავს შეიძლება ადამიანი ჩუმად იყოს მაგრამ შიგნით ისეთი ქარიშხალი ქონდეს აი მარლა ჯოჯოხეთი ქონდეს გულში. მრავალი განმარტება არსებობს, ესე იგი, სიმშვიდე არისო წმინდა იოანეს სინელი ბრძანებს გულის ერთნაირი მდგომარეობა თების და ძაგების შემთხვევაშია. ახლა ჩვენ როგორ ვართ, რა შეგვაქებენ გულის ფიქრები რაღაცა ისეთი გვაქვს. შეურაცხყოფას მოგვაყენებენ რაღაცა დამწუხდებით და გული რომ არ იცვლება ერთ დონეზე რო დგას ქების და ძაგების შემთხვევაში ეგ არის სიმშვიდე. სიმშვიდეს ადამიანი ვერ მიაღწევს თუ თავის თავზეა მინდობილი. თუ ღმერთზეა მინდობილი ის მშვიდად იქნება. სიმშვიდეს ადამიანი ვერ მიაღწევს თუ არ არის კმაყოფილი იმით რაც აქვს და ყოველთვის წინ ეძებს ბედნიერებას. აი მაგალითად შარვალი იყიდა ადამიანმა. ეხლა ფიქრობს, აი მაისურსაც რო ვიყიდი, კარგად ვიქნები. სიტყვაზე ვამბობთ რა ეხლა ეს. აი მაისურიც შეიძინა. ეხლა ფიქრობ, აი სათვალეც რომ მქონდეს, კარგად იქნება. ეხლა ტელეფონი უნდა. მე ახალი გამოვიდა ეს ტელეფონი და ეხლა ისეთი უნდა და აი ისიც რომ მქონდეს, რა კარგად იქნება. ანუ ბედნიერება ყოველთვის წინ არის და იმას ვერასოდეს ვერ დაეწევა. მაგრამ ადამიანი რომელიც კმაყოფილია იმით რაც აქვს ეს შვიდად არის და შემდეგ მოკლედ რო აღარ გავაგრძელოთ ეს 9 ნეტარება ანუ მაცხოვრის მცნებებს ვინც ცდილობს რომ შეასრულოს მას აქვს ეს ბედნიერება თუმცა ეს რომ ჩვენთვის ხოლო თეორია დარჩეს არაფერს არ მოგცემს იმიტომ ამბობ იმიტომ დავიწყე იმით რაც უშუალოდ მეც მქონდა ჩემით გამოწვი იცით გამოცდილი მხოლოდ ის კი არ მაქვს რომ სინდისი რომ დამშვიდებულია ბედნიერი როა
ისიც გამოცდილი მაქვს სინდისი რომ მამხელს და რო ვიტანჯები. ეგეც გამოცდილი მაქვს. და აი მაგის შემდეგ ორივე რო ნანახი გაქვს. მე ხვდები რა დროს ხარ კარგად. შეიძლება მაშინ როდესაც მე სინდისი მამხელს რაღაცის გამო სულაც არავინ არ იცის რის გამო მამხელს. ზოგს გონია რომ ეს საქმე კარგად გავაკეთე. მე კი ხვდები რომ ეს საქმე ვერ გავაკეთე კარგად. რაღაცა დავაკელე და მაწუხებს. სხვებს გონიათ რომ კარგად ვარ, მე არ ვარ კარგად.